ძალიან დიდი დრო გავიდა ქართული ენა შეინარჩუნა ქართველმა ერმა და მით უფრო ძალიან ბევრი ადამიანი დაინტერესდა ამენით. ქართული ენა გარდა იმისა, რომ ისტორიულ-კულტურული ღირებულებების უნიკალური არამატერიალური ნიმუშია, ლინგვისტების მიერ ერთ-ერთი ყველაზე სრულყოფილი ენა, რომელიც აღიარეს. ქართული დამწერლობა კი ერთ-ერთი უძველესია და ის მსოფლიოს 14 დამწერლობას შორისაა. სწორედ ამიტომ 2016 წელს ქართული ანბანი იუნესკომ კაცობრიობის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის წარმომადგენლობით ნუსხაში შეიტანა. ქართული დამწერლობის შემოღების შესახებ ზუსტი დამათარიღებელი წყარო ფიზიკურად არ არსებობს, თუმცა პირველი დღემდე ცნობილი ქართული წარწერა უძველესი პალესტინაში გვხვდება ქართული მონასტრის კედელზე, რომელიც 420 წლითაა დათარიღებული. საინტერესოა, როგორ ჟღერს ქართული ენა დღეს მათთვის, ვისთვისაც ქართული ენაც და ბგერაც, ასევე დამწერლობაც არ გავს არც ერთს და სრულიად განსხვავებულია. საინტერესოა, როგორი ასათვისებლად და საკუთარ გამოცდილებას დღეს ჩვენი სტუმრები გაგვიზიარებენ, რომლებიც შემოგვერთებიან სტუდიაში იასუჰურო კოჯიმა, იაპონელი ქართველოლოგი და არუნ ხათირი, რომელიც ფლობს ქართულ ენას საკმაოდ კარგად. მოგესალმებით და მადლობა, მოგესალმებით. სასიამოვნოა თქვენი მასპინძლობა. დღეს ჩვენ ვსაუბრობთ ჩვენს ენაზე, ჩვენი ენის დღეს აღვნიშნავთ და საინტერესოა, როგორ ჟღერს ეს ენა, როგორი ასათვისებელია მათთვის, ვისთვისაც სრულიად უცხოა. ხო, ჩვენ ხშირად ვსაუბრობთ ქართული ენის უნიკალურობაზე და ის არ გავს არც ერთს. როგორ დაიწყო თქვენი ისტორია იაპონელი ქართველოლოგი ბრძანდებით და როდის გაგიჩნდათ ინტერესი შეგესწავლოთ ეს ენა? დიახ, ჩემს შემთხვევაში მე ვიყავი იაპონიაში სტუდენტი და ენათმეცნიერებას ვსწავლობდი, ანუ ადამიანთა ენებს ვსწავლობდი, მსოფლიო ენებს და მაშინ გავიგე, რომ თურმე კავკასიური ენები და მათ შორის ქართული ენა ასეთი ენა არსებობს, რომელიც ძალიან განსხვავებულია, ძალიან თავისებურია და ძალიან რთულია და ამით დავინტერესდი ქართულით, როგორც ძალიან სხვანაირი განსხვავებული ენით. პირველად როცა შეეხეთ ამბანს, გადაშალეთ და ნახეთ ეს მომრგვალებული ლამაზი ბგერე ასოები, რომელიც ხშირად ამბობენ, რომ ნახат წააგავს, როდესაც წერენო. მიამსგავსეთ რამეს, აი როგორ დაიწყო თქვენი პირველი შეხება ქართულ ენასთან საინტერესო? აი მართლაც ის ქართული ამბანიც რაღაცნაირად საყვარლად გამოიყურება და ამითაც ძალიან მოვიხიბლე და აი ქართული ენა ჯერ თავიდან დავიწყე იაპონიაში წიგნით და აი ესეთი რთული გრამატიკა აღმოჩნდა, რომ აი თავიდან ვერ ვიჯერებდი, რომ ესეთი რთული გრამატიკით როგორ შეიძლება ადამიანმა რომ ილაპარაკონ მეთქი. და მე რომ პირველად ჩამოვედი აქ 1998 წელს, დიდი ქონის წინა საუკუნის ამბავია და აქ დავიწყე ქართული ენის სწავლა და აი მართლაც ძალიან საინტერესო აღმოჩნდა ჩემთვის და ასე ვაგრძელებ დღემდე ქართული ენის სწავლას. ყველაზე მეტად რომელი კომპონენტი იყო თქვენთვის რთული? ხო, ჩვენ ხშირად ვსაუბრობთ ქართული ენის მთავარ სიმდიდრეზე და ღირებულებაზე, რომ ჩვენს ენაში ყველა ბგერას, რომელსაც წარმოვთქვათ, ზუსტად ისევ წერთ და ისე გვესმის. ეს შეიძლება ამარტივებდეს რაღაც კუთხით ალბათ ათვისებას ენისას, თუმცა ეს გრამატიკული საკითხები, რაც ახსენეთ, საკმაოდ რთულია, ხო? ყველაზე მეტად რა გაგიჭირდათ, სანამ მივალთ შოთა რუსთაველის ორიგინალში წაკითხვამდე და ილია ჭავჭავაძის ასევე ორიგინალში საკმაოდ მაღალი ხარისხით ცოდნაზე, რომელიც თქვენ გააქვთ და ძალიან სასიამოვნოა ეს ნამდვილად. აი მართლაც ძალიან რთული ენა ქართული უცხოელებისთვის სასწავლებლად, ძალიან რთული გრამატიკა აქვს, გრამატიკული წყობა. ქართული ენისა ძალიან რთულია და ამისი ათვისება საკმაოდ რთულია უცხოელებისთვის, მაგრამ სამაგეროდ აი ძალიან კარგია თქვენ რო ახსენეთ, ქართული ანბანი დამწერლობა ძალიან წესიერია, ძალიან კანონზომიერია და ძალიან მარტივად არის შექმნილი და ეს უცხოელებს ხელს უწყობს აი ქართული ენის სწავლაში. ეს ძალიან კარგია და საფასებელია. მადლობა, რომ ასე სცემთ პატივს ჩვენს ენას და მე ვფიქრობ, ბევრი ქართველისთვის შესაძლოა სწორად მეყოლებს და გამართულად ხო აზროვნებს ქართულად. არა შეუძლებელია ქართულს დაავიწყდეს უცხოელი, რომელსაც ვიზუალურად ეტყობა, რომ არ არის რა ქართველი და ამ დროს ქართულად რომ ლაპარაკობს, ან ქართულად რომ ღერის. ჩემთვის მაგალითად ასეთი აღმოჩენა პირველად გავაკეთე ბოლო წლების აღმოჩენა არუნ ხათრია, რომელმაც გამართული ქართულით
აიუვერდას ექსპერტია და ძალიან სასარგებლო ინფორმაციას გვაწვის და გვასწავლის. ქართულ ენასთან შეჭიდება არ არის ადვილი, ახლა ახსენა კიდევაც ქართულ ლუკმა, ხო? შენთვის როგორი ბარიერი იყო ეს დასაწყისად? ჩემთვისაც მე ვერ გეტყვით, რომ ესეთი ძნელი იყო ჩემთვის. იმიტომ მე რომ მოვედი, მანამდე არც ვიცოდი, არაფერი არ ვიცოდი საქართველოში რომ მოვედი, ფიქრობდი ინგლისურად შეიძლება იქ ბევრი ადამიანმა იცოდე, მაგრამ აქ რომ მოვედი, რომ მივხვდი აქ ქართული უნდა ისწავლო. და აქ რომ მოვედი, მაშინ დავიწყეთ თან მე ისე კი არ დავიწყეთ ციგნი პურცელით, პირდაპირ ქალთან კონტაქტით ნელ-ნელა დავიწყეთ ენის სწავლა. სალაპარაკო ენა. თქვენ რომელიმე ენას თქვათ გავდა, როდესაც ადამიანი ენის შესწავლას იწყებს, ალბათ ეს საერთოს ნახულობს ხო პირველ რიგში. თუნდაც სმენით ათვისების დროს რაც თქვით. კი, ბევრი რამე გავს. ინდური რაიონის ენაც არსებობს, რამოდენიმე ენა არის, ბევრი სიტყვები არის ქართულში. მაგალითად ბანგალი ენა არის ერთ-ერთი, კოლკატას ქალაქი რო არის, იქაური, ბევრი სიტყვები არსებობს იქაური ენას და ბევრი სიტყვები ჰინდი ენისაც არის. ხო, და ეს სიტყვები მინდა რომ გაიხსენო. ეხლა ბალიში არის ზუსტად ბანგალში ბალის ეძახიან. პანჯარა ეს პროსტინა, ესეთი ყოველდღიური კითხვები სუნელებში მასალა ეგეთი კითხვები მარილი ბილეთი ეგეთი კითხვები ზუსტად ფუძე ხშირად მეორდება ეს სიტყვის მაგრამ წერითაც წერ ქართულად მე სულ მინდა ეს ვიკითხო თუ მხოლოდ სალაპარაკო ქართულს ხო ჰინდი ენას არა ისევე ესე ერთ-ერთი ენა არის ინდოეთის ზუსტად ისევე ისე გავს ანუ ეს გამრგვალებული ერთმანეთში რო გავს წერა ზუსტად გავს ინდური რაიონის ენას მაგრამ ჰინდი ენა რო არის ის უფრო რთულია ანუ ჩემთვისაც ინდოეთში რო დავიბადე და რო ინდოელი ვარ ჩემთვისაც კიდე რთულია ინდური წერა ვიდრე ახლა ქართული ენის ჩემთვის არისო სიმართლე რო გითხრა მე მალე ვისწავლე დაახლოებით 6 თვე დამჭირდა რომ სალაპარაკო ვისწავლე. ისე იცი რა მინდა კითხო, ჩვენთან ხო ვხედავ ჩვენ ძალიან ბევრი ინდოელს თბილისში განსაკუთრებით ისინი განათლებას იღებენ უმაღლეს სასწავლებლებში. ალბათ გაქვს რაღაც ურთიერთობა შენ თანამემამულებთან, თუნდაც ქუჩაში. ისინიც საუბრობენ ქართულად უკვე? კი, ანუ სტუდენტები მინახია, რომელს ჯერ ვალდებულებიც არიან, რომ უნდა ისწავლო ქართული ენა პირველი კურსებში, სწავლობენ, მაგრამ ჩემი შემთხვევაში იყო მე უკვე ვიცოდი რომ აქ უნდა ვიცხოვრო და ისინი შეიძლება ფიქრობს რომ 5-6 წლის მერე ინდოეთში მიდიან და იქ უნდა მუშაობდე მაგრამ ჩემი უკვე გეგმა იყო ამ ქვეყანაზე რომ აქ უნდა ვიცხოვრო და სადაც ცხოვრობს იქაური ენა უნდა იცოდე ადამიანმა რომ გაიგო ადამიანის მენტალიტეტი კულტურა ყველაფერი რომ ჯერ პირველი არის ენა თუ არ იცის ვერ წახვალ იმ ადამიანს ახლოს გულთან ერთი არის რომ გაიგო ალბათ მენტალიტეტი, კულტურაც, თუმცა ის ცოდნა, თქვათ, რაც აკადემიური განათლება ქვია და მიიღო იმ ენაზე, უკვე ალბათ კიდე სხვა განზომილებაა და საინტერესოა, აი თქვენ როგორ შეეჭიდეთ ამ ჩვენს დიდ ნაწარმოებებს, რომლის წაკითხვაც და შემეცნებაც ქართველებსაც უჭირთ ხოლმე საკუთარ ენაზე ხშირ შემთხვევაში და ბევრი ვერც ახერხებს დიდი ხნის განმავლობაში. ანუ თავიდან ქართული ენით დავინტერესდი, როგორც ძალიან განსხვავებული ენით და მე აი ქართული ენის სწავლაში ნელა გავიგე რომ აი ენის მიღმა კიდევ ქართული ლიტერატურა, კულტურა, ისტორია ძალიან მდიდარი დევს და აი ამით კიდევ უფრო ღრმად დავინტერესდი და შევეჭიდე აი ქართული ლიტერატურის თარგმნას იაპონურ ენაზე და ჯერ თავიდან ჩემი პირველი თარგმანი იყო მებებია იყო დაიდადიონი მეზარდუნფაცისა და იმის მერე რამდენიმე წიგნი მაქვს იაპონიაში გამოცემული ოჟაფშაველასი და აი ახლა ბოლო დროს ახლა ახალი გაგზავნილი მაქვს იაპონიაში გამომცემლობაში დიდოსტატის მარჯვენა იაპონურ ენაზე და ალბათ მაისში ივნისში გამოვა ერთი რასაც გრძნობთ ჩვენ ქართველები ქართული ენა ადვილია იმიტომ რომ რაც წერია ის იკითხება. ჩვენ ვიცით ენები, სადაც რაღაცა დამატებითი ასობგერებია ხოლმე საჭირო ერთი სიტყვის გასაწერად, ხო, რომელიც არც ისმის, არც იკითხება. ეს ალბათ არის ადვილი, ხო?
ეგ ნამდვილად კარგი არის. მაგრამ გეტყვით რა არის ყველაზე რთული? უცხოელისთვის, აი, როცა ქართულ ენას ეუფლება. აი, ქართული ზმნის უღლება. ზმნის უღლება, დიახ, ზუსტად ეგ არის ზმნის უღლება. შეიძლება ფონეტიკაშიც ესეთი ბგერები აქვს ქართულს და ასე შემდეგ, ეს ძალიან რთულია უცხოელებისთვის ზოგადად, მაგრამ განსაკუთრებით მაინც ეს ქართული ზმნის უღლება არის რთული. მაგრამ დასწავლადია ფაქტია. ხო, ისე თქვენ როგორც ჩანს ენების მიმართ მიდრეკილი ხართ ზოგადად, ხო? ასეთ რთულ ენას, ასე კარგად როცა შეისწავლი, ალბათ რაღაც სხვა ენებიც იცით? ნუ მე სპეციალობით ენათ მეცნიერი ლინგვისტი ვარ და ასე ვსწავლობ. მე მიყვარს ენების სწავლა ზოგადად. რაც შეადარებდით სირთულით ქართულ ენას? რომელ ენას შეადარებდით? აი, რომელია კიდე რთული? პრინციპში ყველა ენა რთულია თავისებურად და მაგრამ განსაკუთრებით მაინც ქართული აი უკვე ძალიან დიდი ხანია 20 წელზე მეტია რომ ვსწავლობ ქართულს. ეხლაც კიდევ ვსწავლობ ბევრ ახალ სიახლეს ვაწყდები ხოლმე ყოველდღიურად და ეხლაც მაუცებს ეს ქართული ენის სიმდიდრე და ალბათ სიცოცხლის ბოლომდე ასე გავაგრძელებ ქართულის სწავლას. მადლობა თქვენ ასეთი ქართულისთვის. მადლობა რომ ქართულ მხატვრულ ლიტერატურას უწევთ პროპაგანდას და თარგმნით ამისთვის განსაკუთრებული მადლობა ყველა ქართველის სახელით მინდა გადაგიხადოთ. მადლობა არუნ შენც მე უკვე შენობით გადმოვედი ოჯახის წევრია პრაქტიკულად ყველა ამას უსმენს და ყველა მისგან ცდილობს რომ ცხოვრების ჯანსაღი წესისთვის უფრო მეტი შევიმეცნოთ. მადლობა რომ ამ ინფორმაციას გვაწვდი ქართულად. ეს ძალიან დასაფასებელია. მადლობას ვუხდით ჩვენ სტუმრებს. იასუჰირო კოჯიმა, იაპონელი ქართველოლოგი და არუნ ხათრი იყვნენ ჩვენი სტუმრები. დაგემშვიდობებით. კი ბატონო, დაგემშვიდობებით თქვენ, დაგემშვიდობებით ჩვენს მაყურებელს, ხვალამდე გემშვიდობებით, რა თქმა უნდა, ნახვამდის.